მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს გიბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით, დღეს განვიხილავთ ბალკანეთს, ბალკანეთის რეგიონს უშუალოდ, მასში შემავალ ქვეყნებს, ისტორიას, პოლიტიკას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. დღეს ჩვენი სტუმარია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ხატია დავლიანიძე და ვიდრე გადავიდოდეთ უშუალოდ ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ აქტიურად კომენტარებში მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გამოიწეროთ ჩვენი ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საქართველოსთვის თითქოს უცნობი რეგიონი არის, მაგრამ პირველი საერთაშორისო მისია, რაშიც ოდესმე საქართველოს ჩართულა 99 წელს, კოსოვოს მისია იყო, ამიტომ რაღაცით ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეგიონი უნდა იყოს. ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი ექსპერტი არ არის და ძალიან მიხარია, რომ თქვენამდე მოვედი და გაგიცანით. პირველი ჩემი კითხვა იქნება აღწეროთ თვითონ ბალკანეთის რეგიონი. რისგან შედგება, რა ისტორია ახასიათებს, რა ტრენდები არის და ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც არის, მაგალითად არის ხშირად ეძახიან ამ რეგიონს დენთის კასრს და რატო ეძახიან ამას, ესეც ძალიან საინტერესო იქნება. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ბალკანეთის რეგიონს რაც შეეხება, სამწუხაროდ საქართველოში არ არის ისეთი მაღალი დაინტერესება ამ რეგიონის მიმართ, არა და რაღაცნაირად თვალი რო გადავალოთ ამ ქვეყნების პოლიტიკას, ძალიან ბევრი მსგავსება შეიძლება დავინახოთ ჩვენს გულისხმობ საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს. დენთის კასრამდე სანამ გადავალ, ბალკანეთის რეგიონი ისტორიულად ყოველთვის იყო ესეთი რაღაცნაირი დიდი ძალების, ინტერესების გადაკვეთის და შეპირისპირების ადგილი. ისტორიულად ეს რეგიონი სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა დროს. ეს იყო რომის იმპერია, ბიზანტია, შემდეგ ოსმალეთის იმპერია, ბალკანეთის ქვეყნების ნაწილი ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა და მუდმივად იყო ბრძოლა ამ რეგიონში საკუთარი პოლიტიკური გავლენის გავრცობისთვის. დენთის კასრს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეგიონი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ამ რეგიონზე, ეთნიკურად და რელიგიურად ძალიან ჭრელი რეგიონი არის. და ზუსტადაც ამის გამო არის დენთის კასრი, ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ პირველი მსოფლიო ომი, როდესაც ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე მოკლეს სარაევოში, მის შემდეგაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, სწორედ აი რაღაცნაირი ბალკანურმა ამბებმა გამო იწვია და კიდევ არ ვიცი თუ სწორად მახსოვს, მე მგონი ეს ბისმარკის გამონათქვამი არის, რომ თუ ევროპული სახელმწიფოები ჩაერთვებიან დიდ ომში, ეს აუცილებლად იქნება ბალკანეთში მომხდარი რაღაც სისულელის გამო, აი რაღაცა ესეთი სულელური პრობლემის გამო. კი ბატონო. რო აღწეროთ ჩვენი მაყურებლისთვის, რა წარმოადგენს ბალკანეთს, რას მოიცავს ბალკანეთის რეგიონი, რა ქვეყნებზე გვაქვს საუბარი? ბალკანეთის ქვეყნები მოიცავს სერბეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას. კი ბატონო. და ძალიან საინტერესოა რა დღევანდელი პერსპექტივიდან რო შევხედოთ, ალბათ ისტორიულადაც ესე არის. ევროპაში ერთ-ერთი დიდი პლაცდარმი, ასე ვთქვათ, რუსული გავლენებისთვის არის ზუსტად ბალკანეთის რეგიონში, უფრო სერბეთში. საინტერესოა რა ისტორიული კონტექსტი აქვს ამას და როგორ განვითარდა და დღესაც არის თუ არა ეს გავლენები. ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებიდან დღესდღეობით უმრავლესობა არის ნატოს წევრი და ამავდროულად ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები. მაგალითად სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან. სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო არის ეს სამი სახელმწიფო, რომელიც შეჯერებით არც ნატოს წევრი არის, არც ევროპის კავშირის და შესაბამისად აი რუსეთის რაღაცა ესეთი ძალისხმევა ზუსტად ამ სახელმწიფოების მიმართ არის მიმართული, იმიტომ რომ როგორც წესი, აი რო გადავხედოთ უკანასკნელ პერიოდში, ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, ბალკანეთის სახელმწიფოები, რომლებიც აი რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე იყვნენ, გულისხმობ ნატოში გაწევრიანებას მაგალითად, რუსეთი ყოველთვის
აძლიერებდა რაღაც სადაზვერო საშუალებებს, უფრო მეტად იყო ჩართული, მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ მონტენეგროს არშემდგარი გადატრიალება, როდესაც სახელმწიფო ცდილობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რუსეთს ჰქონდა მცდელობა ეს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, ასევე სერბული სპეცსამსახურები პირდაპირ იყვნენ ჩართული მონტენეგროს გადატრიალების მცდელობაში. რა მხრივ იყვნენ ჩართულები? ანუ გამოსვლებს აფინანსებდნენ თუ რა პროცესები მიმდინარეობდა იმ პერიოდში? გადატრიალების მცდელობამდე მონტენეგროში პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობდა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ და შემდეგ დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და იგეგმებოდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს, ანუ კენჭისყრის დღეს, პარლამენტში უნდა შეჭრილიყო რაღაც გარკვეული ჯგუფი, რამდენიმე ათეული ადამიანი, ასევე იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის მკვლელობაც, რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში არეულობა, ბუნებრივი პროცესები რო ასე განვითარებული იყო, არეულობა დაიწყებოდა და რასაკვირველია, როცა ქვეყანაში ესეთი მოვლენები ვითარდება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მონტენეგრო ვერ შეძლებდა. და ეს იყო ზუსტად რუსეთის მიზანი, რომ შეეჩერებინა ნატოში ინტეგრაცია. კი ბატონო, რუსეთი ძალიან ჩაბღაუჭებული არის რეგიონს. დღესდღეობით არ აქვს მაინდა-მაინც სახარბიელო სიტუაცია საერთაშორისო დონეზე. ცენტრალური აზიიდან ჩინეთის მეშვეობით პრაქტიკულად განდევნის პროცესში არის. ახლო აღმოსავლეთში თურქეთის მეშვეობით და სხვადასხვა სახელმწიფოების ჩართულობით ასევე განდევნის პროცესში არის. არის თუ არა იგივე ტრენდი ბალკანეთში სერბეთის მიმართულებით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მე მახსოვს რუსეთის საგარეო დაზვერვამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ სერბეთის მთავრობა ჩართული არის უკრაინისთვის ირიბად, იარაღის და ტყვია-წამლის მიწოდებაში. ანუ არის თუ არა ეს ინდიკატორი იმისა, რომ დაახლოებით იგივე პროცესები მიდის. უფრო ღიად რო ავხსნათ მაყურებლისთვის, სერბეთსა და რუსეთს შორის რა პოლიტიკური ურთიერთობები არის და აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია ის და ბრალეულობები, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რომ მიუძღვის სერბეთს. უშუალოდ სანამ სერბეთზე გადავალ, ცოტა უფრო ფართო კონტექსტში რო შევხედოთ რუსეთის და ბალკანეთის ქვეყნების ურთიერთობებს, რუსეთი იყენებს პანსლავიზმის იდეას სლავი მოსახლეობის გაერთიანების, ერთიანობის იდეას, რითიც ცდილობს, რომ მიმზიდველი გახადოს ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის საკუთარი თავი. აქ არის რელიგიის ფაქტორიც. ქრისტიანული რელიგია და რაღაცნაირი ეს მართლმადიდებლური ძმობა აკავშირებს თითქოს რუსეთს ამ ერთმორწმუნე ძმები არიან ბალკანეთის სახელმწიფოები მისთვის. სერბეთს რაც შეეხება, სერბეთს აქვს გარკვეული კულტურული, რაც ისტორიული კავშირები, თუნდაც რელიგიის გამო, მაგრამ სერბეთი რუსეთთან ურთიერთობებს უყურებს ძალიან პრაგმატულ ჭრილში. სერბეთი რა თქმა უნდა არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და რუსეთი ეხმარება მას ამ არაღიარების პოლიტიკის წარმატებულობაში. რუსეთი სერბეთს ეხმარება იმაში, რომ კოსოვომ საერთაშორისო აღიარება არ მოიპოვოს და რის გამოც კოსოვო ვერ ახერხებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას. პირველი არის ეს, რის გამოც სერბეთს ჭირდება რუსეთი და ასევე მეორე არის ენერგორესურსების ფაქტორი. სერბეთი ფაქტობრივად სრულად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ნავთობზე. შესაბამისად, მას ესეთ პრაგმატულ ჭრილში რუსეთთან ახლო ურთიერთობა სჭირდება. რაც შეეხება იარაღის თემას უკრაინის ომის კონტექსტში, დაახლოებით 2 წლის წინ გავრცელდა თავდაპირველად ეს ინფორმაცია, რომ სერბეთი იარაღს აწვდის უკრაინას. თავდაპირველად სერბეთმა უარყო ეს ინფორმაცია მმართველმა ძალამ, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, ფაქტობრივად არც გააკეთეს კომენტარი და რადიკალური განცხადებები ქონდათ ამასთან დაკავშირებით. უკანასკნელ პერიოდში, როდესაც რამდენიმე თვის წინ ეს ინფორმაცია კვლავ გავრცელდა, ვუჩიჩმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ოფიციალურ დონეზე სერბეთი არ არის ჩართული უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის პროცესში, მაგრამ მან შესაძლებელია ეს ხდებოდეს მესამე ქვეყნის გავლით. შესაბამისად, მისი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით უფრო შერბილდა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ
დიდი ალბათობით ეს შესაძლებელია სიმართლე იყოს. და რა გათვლებზე არის დაფუძნებული ეს? ანუ სერბეთი უბრალოდ მოგებას, ანუ ფინანსური თვალსაზრისით უყურებს ამას თუ სერბეთს აქვს შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ვერ გამოვა ამ სიტუაციიდან გამარჯვებული და უნდა სამომავლოდ უფრო მომგებიანი სიტუაციაში გამოვიდეს? სერბეთი უშვებს იმას, რა თქმა უნდა, რომ რუსეთი შეიძლება ამ ვითარებიდან ვერ გამოვიდეს. შესაბამისად, ორმაგ თამაშობს, თან ცდილობს, რომ ურთიერთობები არ გაიფუჭოს დასავლეთთან და ღია კონფრონტაციაში არ იყოს. და მეორეს მხრივ რუსეთის მიმართაც ინარჩუნებს რაღაცნაირ მეგობრულ ურთიერთობას. ეს აისახება იმაშიც, რომ სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. საინტერესო არის თვითონ ისტორიულ კონტექსტს რო დაუბრუნდეთ, უფრო ფართოდ რო გავშალოთ. როგორც საქართველოზე ამბობენ, რომ კულტურების გზაჯვარედინი არისო, დაახლოებით იგივე სიტუაცია არის ბალკანეთში. თუ შეგვიძლია ავღწეროთ იმპერიების გავლენები, რა საბოლოო ჯამში დღევანდელობამდე რა რელიგიურმა, კულტურულმა გავლენებმა მოგვიყვანა და აქედან მინდა რომ უკვე 90-იანი წლების დაძაბულობებზე და კონფლიქტებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეთნორელიგიური ელემენტები არის და საინტერესო იქნება მაყურებლისთვის რომ დაინახონ ისტორიულ ჭრილში როგორ მოვიდა სიტუაცია იქამდე პრაქტიკულად ეთნიკურ წმენდამდე. ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ნაწილი, მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთის მცირე ნაწილი, რომელიც ახლა არის ვოევოდინას ავტონომიური რეგიონი, შედიოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, დანარჩენი ნაწილი შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში. შესაბამისად, ამ რეგიონში არსებობს ეთნიკური და რელიგიური სიჭრელე. არა მარტო რეგიონში, არამედ ამ რეგიონის შიგნით არსებულ ქვეყანაშიც ერთ სახელმწიფოში შეიძლება არსებობდეს ეს რელიგიური სიჭრელე, ეთნიკური სიჭრელე, მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინა, სადაც ცხოვრობენ კათოლიკე ხორვატები, მართლმადიდებელი სერბები და მუსლიმი ბოსნიელები. ეს ერთ ქვეყანაში და რო წარმოვიდგინოთ ბალკანეთის ვრცელი რეგიონი, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო არის, წარმოუდგენელია, რომ ეს რეგიონი არ ყოფილიყო დენთის კასრი, როგორც უკვე დასაწყისშივე ვახსენეთ. რა მიიყვანა იმ განხეთქილებამდე, როგორ დაიწყო ზოგადად კონფლიქტი, რა მიიყვანა განხეთქილებამდე და რატო გამოირჩეოდა ეს კონფლიქტი სისასტიკით? იუგოსლავიის დაშლის შემდეგ პირველი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ეს იყო სლოვენია. ეს იყო 10 დღიანი, ყველაზე მცირეხნიანი ომი. შემდეგ უკვე იყო ხორვატია, რომელიც რამდენიმე წელიწადი გაგრძელდა და შემდეგ უკვე ბოსნიის და კოსოვოს ომები, რომლებიც სისასტიკით გამორჩეული ომები არის და 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ორივე კონფლიქტს. იუგოსლავიის დაშლას რაც შეეხება, ბუნებრივია, რომ ამ პროცესებს სერბები ეწინააღმდეგებოდნენ, იმიტომ რომ სერბებს ვამბობ, იმიტომ რომ იუგოსლავიაში სერბები წარმოადგენდნენ წამყვან ძალას. ეს ქვეყნები სანამ დამოუკიდებლები გახდებოდნენ, ბუნებრივია სერბეთი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა, რომ ეს რაღაცნაირი დამოუკიდებლობის მოძრაობები ჩაეხშო. რაც ბუნებრივია ვერ მოახერხა, თუმცა მაგალითად სლოვენიის და ხორვატიის ომები ბოსნიის და კოსოვოსგან განსხვავებით მსგავსი სისხლისღვრით არ გამოირჩეოდა. თუმცა მსხვერპლი ბუნებრივია იქაც იყო. ბოსნიას რაც შეეხება, ბოსნიის ომი ხანგრძლივად გრძელდებოდა, საბოლოოდ ნატოს ინტერვენციით დასრულდა და შემდეგ უკვე კოსოვოს ომით ნატოს ინტერვენციით დასრულდა, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, იმიტომ რომ ამ ინტერვენციას არ ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი, რა თემასაც რუსეთი დღემდე იყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დისკრედიტაციის მიზნით. კოსოვოს ომს რაც შეეხება და დასავლეთის ჩართულობას, ბოსნიის ომთან დაკავშირებით გაჩნდა ესეთი მოსაზრებები, რომ დასავლეთი რო დროულად ჩარეული იყო ბოსნიის ომში, შეიძლებოდა რომ აი ის მსხვერპლის ის რაოდენობა, რომელიც მიიღეს, თავიდან ყოფილიყო აცილებული.
შესაბამისად, კოსოვოს ომში დასავლეთის მიდგომა ცოტა უფრო სხვანაირი იყო და საბოლოოდ მიიღო მასში ჩართვის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ბოსნიაში დროულად რომ ჩართულიყო ნატო, შეიძლებოდა რომ თავიდან აეცილებინათ მაგალითად სრებრენიცას გენოციდი. გასაგები, ანუ იმ წინა გამოცდილებამ ნატოს უბიძგა, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყო. წინა გამოცდილებამ და სისასტიკის მასშტაბმა, იმიტომ რომ დასავლეთის ინტერვენციის გარეშე უბრალოდ კატასტროფა მოხდებოდა. კი ბატონო. რამ განაპირობა იუგოსლავიის დაშლა? იუგოსლავიის დაშლის პროცესები ფაქტობრივად შესაძლებელია ითქვას, რომ 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბროზ ტიტო გარდაიცვალა, ცენტრალური მმართველობა შესუსტდა და კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ ბროზ ტიტოს შემდეგ, რომელიც ერთპიროვნული მმართველი იყო იუგოსლავიის, შეიქმნა ესეთი პრეზიდიუმი, სადაც ერთპიროვნული მმართველი აღარ ყავდა იუგოსლავიის ფედერაციას. იუგოსლავიის ფედერაციის შემავალი რესპუბლიკები 6 რესპუბლიკა იყო. მონაცვლეობით ხდებოდა იუგოსლავიის პრეზიდენტი. ანუ 1 წლის განმავლობაში, აი მაგალითად 1 წლის განმავლობაში ბოსნიელი ლიდერი იკავებდა იუგოსლავიის პრეზიდენტის თანამდებობას, შემდეგ 1 წლის განმავლობაში სერბეთის და ასე შემდეგ. რამაც ცენტრალური ხელისუფლება შეასუსტა და თანდათანობით განვითარდა ის მოვლენები, რამაც იუგოსლავიის დაშლის პირამდე მიიყვანა. ანუ რამდენი წლიანი ციკლი იყო ეს პრეზიდენტების, რამდენ ხანში ერთხელ იცვლება? 1 წელიწადში ერთხელ ახალი ლიდერი ყავდათ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, და აი მაგალითად როდესაც იუგოსლავიის სათავეში მოდიოდა ხორვატი პრეზიდენტი, ის ძირითადად ხორვატების ინტერესს იცავდა, შემდეგ როდესაც ბოსნიელი მოდიოდა ბოსნიელების ინტერესს და ეს სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის იყო გამაღიზიანებელი და პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა, შესაბამისად გაჩნდა დამოუკიდებლობის მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ანუ ხელი შეუწყო ამ ყველაფერმა უფრო გაღრმავებას ეთნიკური დაპირისპირების და სეპარატიზმის დაშლის, ასე ვთქვათ, იუგოსლავიის. ძალიან საინტერესო არის. რამ განაპირობა ის სისასტიკე, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ამ ჯგუფებს შორის? ანუ ეს იყო მარტო პოლიტიკური ანგარიშწორება, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ თუ რამე სხვა საფუძვლები ჰქონდა ამ ყველაფერს? ეს იყო პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ეს ეთნიკური ჯგუფები სასტიკი მეთოდებით. გასაგები. და ნატოს ჩარევამ შეცვალა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობა ომის, მაგრამ ასევე შეცვალა ევროპის არქიტექტურა, ხო? როგორ შეიძლება შეფასდეს ნატოს როლი ამ ყველაფერში და იმ კონტექსტიდანაც მინდა დავინახოთ, რომ რუსეთი დღემდე იყენებს ამას, როგორც უკვე ახსენე და ძალიან საინტერესოა თვითონ გეოპოლიტიკურ ჭრილში ნატოს ჩარევა როგორ იყო, რა შედეგები მოუტანა თვითონ ნატოს და როგორ გამოიყენება ეს დღესდღეობით და ჩვენ კონტექსტშიც არის ეს არაერთხელ გამოყენებული და ესეც ძალიან საინტერესო იქნება, რომ ნატოს ინტერვენციის შემდეგ, რამაც კონფლიქტი დაასრულა, შეიქმნა სამშვიდობო მისია და ეს სამშვიდობო მისია დღემდე არსებობს მაგალითად კოსოვოში, ასევე არსებობს ბოსნიაში, რომელიც მოგვიანებით ევროპის კავშირის ძალებმა ჩაანაცვლა. უსაფრთხოების არქიტექტურას რაც შეეხება 90-იანი წლების აი რაღაც კონფლიქტების შემდეგ ბალკანეთის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ მათი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ გამხდარიყვნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და როგორც წეგან ვახსენე, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს და სერბეთის გარდა ეს სახელმწიფოები ნატოს წევრები არიან. შესაბამისად, რუსეთს ძალიან მცირე ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გავლენა განავრცოს ამ სახელმწიფოებში და აი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აი სერბეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა არის მისთვის უკანასკნელი საშუალება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება შეაჩეროს ამ რეგიონში.
ნატოს თემას რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ნატოს დისკრედიტაციისთვის ინტერვენციის გამოყენებას, იმიტომ რომ უშიშროების საბჭოს მანდატი არ ქონდა ამ ოპერაციას რუსეთი დღემდე ამბობს, რომ ნატო უკანონოდ განახორციელა სერბეთზე თავდასხმა, რომ კოსოვო დღემდე არ აღიარებს რუსეთი კოსოვოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მისთვის კოსოვო სერბეთის შემადგენელი ნაწილი არის და დასავლეთს ადანაშაულებს იმაში, რომ ფაქტობრივად დასავლეთმა სერბები დაჩაგრა და ჩაერია მის საშინაო საქმეებში. კოსოვოს ძალიან ბევრი არ აღიარებს, არ არის მაინდა-მაინც ფართოდ გავრცელებული მისი აღიარება. ასე დღესდღეობით გაეროს წევრი ასე მეტი სახელმწიფო აღიარებს და აღსანიშნავია ის, რომ ევროპის კავშირის წევრებიდან 5 სახელმწიფო არ აღიარებს, ის სახელმწიფოები, რომლებსაც თვითონ აქვთ სეპარატისტულ მოძრაობებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები. კოსოვოს აღიარებს საქართველოს. საქართველოს არ აღიარებს კოსოვოს. ჩვენც ასევე სეპარატისტული პრობლემები გვაქვს. კი, სეპარატისტული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ხშირად ადარებენ ხოლმე კოსოვოს და მაგალითად აფხაზეთის შემთხვევას ერთმანეთს, თუმცა სრულიად გაუმართლებელია ამ ორი შემთხვევის ერთმანეთთან შედარება. კარგი გადასვლა არის ჩემ შემდეგ კითხვაზე. როგორც არაერთხელ ვახსენეთ, კოსოვოს აღიარება ხშირად არის საერთაშორისო დონეზე სადაო თემა. რატომ არის ასეთი მგრძნობიარე საკითხი საერთაშორისო სამართალში და გეოპოლიტიკისთვის კოსოვოს აღიარების ამბავი? კოსოვოს აღიარებას რაც შეეხება, ის სახელმწიფოები, რომლებიც არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, მათთვის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს იყო სერბეთის საშინაო საქმეებში ჩარევა პირველ რიგში და თან არგუმენტად მოყავთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელყოფა. მათი აზრით დაირღვა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, თუმცა ის სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ კოსოვოს, მათი მთავარი არგუმენტი არის ერთად თვითგამორკვევის პრინციპი. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 5 მათგანი არ აღიარებს კოსოვოს, იმიტომ რომ მათ უმცირესობებთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყნებში აქვთ პრობლემა. რომელი სახელმწიფოები არის? ეს არის საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ესპანეთი. ესპანეთს თავის ბასკებთან და კატალონიელებთან აქვს პრობლემა. ხშირად რუსები და არა მარტო რუსები ადარებენ ამ სიტუაციას, იყენებენ კოსოვოს მაგალითს იმისთვის, რომ საქართველოში 2008 წლის ომი, შემდეგ უკრაინაში 2014-ში და 2022-ში შეჭრები, ასე ვთქვათ, პარალელები გაავლონ და მაგალითის საფუძველზე თქვან, რომ თუ ის გამართლებული იყო, მაშინ ესეც გამართლებული იყო. თუ შეგვიძლია ავღწეროთ, რა განსხვავებებია ამ აქტივობებს შორის და რატო არ არის მაინდა-მაინც სწორი პარალელი, რასაც რუსები ავლებენ? რუსეთი ამ თემას ხშირად იყენებს ხოლმე საკუთარი მისწრაფებების გასამართლებლად და ამბობს, რომ თუ დასავლეთმა აღიარა კოსოვო, რატომ არ აღიარებს მაგალითად დონეცკს და ლუჰანსკს. რო შევადაროთ ეს кейსები ერთმანეთს, მათი შედარება სრულიად არარელევანტურია, იმიტომ რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული кейსები არის. კოსოვოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ალბანელები წარმოადგენენ, დაახლოებით 90-92%, იჩაგრებოდნენ სერბების მიერ, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენდნენ. აფხაზეთის შემთხვევაში ქართველები უმრავლესობას წარმოადგენდნენ აფხაზეთში და აფხაზების მიერ იჩაგრებოდნენ და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კოსოვოს შემთხვევაში ორი მხარე არსებობდა, ეს იყვნენ ალბანელები და სერბები, აფხაზეთის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე რუსეთი იყო, რომელიც აფხაზებს იყენებდა იმისთვის, რომ საკუთარი სეპარატისტული მისწრაფებები გამოეყენებინა იმისთვის, რომ საქართველო თავის გავლენის ქვეშ შეენარჩუნებინა. კი ბატონო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ქართველები უმრავლესობაში იყვნენ აფხაზეთში, პოლიტიკურ დონეზე წარმომადგენლობის თვალსაზრისით ძალიან კარგი ჰქონდათ აფხაზებს, უკეთესი კი შეიძლება ითქვას. აფხაზებს უფრო მეტი წარმომადგენელი ყავდათ უზენაეს საბჭოში, ვიდრე ქართველებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. კი ბატონო, მაშინ როდესაც პირიქით იყო
კოსოვოს შემთხვევაში სერბები კოსოვოს შემთხვევაში 90-92% როდესაც არის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელები და ამ დროს 7-8% იყენებდა მათ წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს. ნუ ბუნებრივია სერბეთის დახმარებით. კი ბატონო. და დაახლოებით იგივე სიტუაცია უკრაინასთან მიმართებაშიც, ნუ აქ უკვე აბსოლუტურად გამოგონილი აფხაზეთშიც გამოგონილი და ხელოვნურად შექმნილი, მაგრამ იქ უკვე აღარც დაეზარათ კიდევაც მე მგონი რაღაცების დადგმა თავიდან ბოლომდე რომ დაერწმუნებინათ საერთაშორისო მოსახლეობა და შესაბამისად მაინც ამ პრეცედენტს იყენებენ, რომ თუ ნატოს აქვს უფლება რომ რომელიღაცა ქვეყანაში თვითონ გადაწყვიტოს რომ ვიღაცა იჩაგრება და შევიდეს, მაშინ ესე გამარტივებულად რო ვთქვათ, მაშინ რუსეთსაც აქვს ეს უფლება და თვითონ კოსოვოს პრეცედენტი არის თუ არა ეს რეალურად პრეცედენტი, თუ არის ეს გამონაკლისი და რითი განსხვავდება ის იმ სხვა მაგალითებისგან, რასაც რუსეთი იყენებს თავისი აქტივობების ასახსნელად და იურიდიულად გამოსაჩენად, რომ თითქოს ლეგალურად აკეთებს რაღაცას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით კოსოვოს შემთხვევა პრეცედენტი არ არის და მისი მორგება და გამოყენება სხვა სახელმწიფოების და სხვა სახელმწიფო შიგნით არსებული სეპარატისტული მოძრაობების შემთხვევაში გაუმართლებელია. ეს არის გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა 90-იან წლებში კოსოვოში, გულისხმობ იმ სასტიკ დაპირისპირებას ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის. და აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, კოსოვოში საკუთარი შემადგენლობაში მყოფი ერების წინააღმდეგ იყენებდა სასტიკ მეთოდებს, ამ შემთხვევაში გულისხმობს სერბეთს. და მასში არ იყო ჩართული გარეძალა სხვა მხარე. აფხაზეთის შემთხვევაში, აფხაზეთი რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო, აფხაზები იყენებდნენ, რომლებსაც ბუნებრივი დახმარებას რუსეთი უწევდა, დევნიდნენ ქართველებს. ხო, ანუ პირიქით იყო. პირიქით იყო და თან აფხაზეთის შემთხვევაში მხარეები ქართველები და აფხაზები არ იყვნენ, ეს იყო რუსეთი და ქართველები, რუსეთი, რომელიც აფხაზებს იყენებდა თავის ინტერესებისთვის. გადავიდეთ უკვე დღევანდელობაზე. რა არის დღესდღეობით რუსეთის გავლენები ბალკანეთში? ინარჩუნებს თუ არა საკუთარ გავლენებს იმ დონეზე, რა დონეზეც მას ჭირდება მაგალითად სერბეთში და კონკრეტულად როგორ შეიძლება აღიწეროს რუსეთის რეგიონული ამბიციები ბალკანეთის რეგიონში? რუსეთის ამბიციები რო შევადოთ, აი მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში და ახლა მნიშვნელოვნად განსხვავდება, იმიტომ რომ მე-19-მე-20 საუკუნეში თუ მისი ინტერესი ესეთი პირდაპირი ჩართულობა, სამხედრო თვალსაზრისით ჩართულობა იყო, ეხლა ხის ძალას არ იყენებს რუსეთი ბუნებრივი ამ რეგიონში, ცდილობს რომ რბილი ძალის გამოყენებით განავრცოს მისი ძალაუფლება. რბილ ძალაში გულისხმობ ამ პანსლავიზმის იდეის პოპულარიზაციას რუსეთის მხრიდან და ასევე რელიგიის თემის გამოყენებას. რუსეთი ამჟამად ცდილობს ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მაგალითად ნატოს ან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, ადგილობრივი პრორუსული ძალების წახალისებით და მხარდაჭერით გარკვეული გავლენა შეინარჩუნოს ამ ქვეყნებში. აი მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებობდა ესეთი ულტრამემარჯვენე ძალა, რომელიც შაშანდელი არჩევნების მერე ხელისუფლებაში დაბრუნდა, რომელიც ბლოკავდა მეზობელ საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების მედიაციის გზით მოგვარების პროცესს და ესეთი ულტრანაციონალისტური მისწრაფებები ჰქონდა. რუსეთი ფარულად მხარს უჭერდა ამ ძალას, იმიტომ რომ ბუნებრივია მის ინტერესში არ შედიოდა ამ დავის გადაწყვეტა და მაკედონიის არც ევროპის კავშირში, არც ნატოში ინტეგრაცია. სერბეთის შემთხვევაში ალექსანდრ ვუჩიჩს და სერბეთის ამჟამინდელ მმართველ პარტიას, პროგრესულ პარტიას უწევს დახმარებას, ესე პირდაპირ დახმარებას არ უწევს, უბრალოდ რბილი ძალის გამოყენებით
სხვადასხვა რაღაცა დეზინფორმაციის პროპაგანდის საშუალებით ცდილობს, რომ ეს პროსამთავრობო ნარატივი გააძლიეროს. ბოსნიის შემთხვევაში, ბოსნია-ჰერცეგოვინას შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინა თავისი მოწყობით ძალიან საინტერესო ქვეყანა არის ბოსნიის ომის შემდეგ, რომელიც დეიტონის შეთანხმებით დასრულდა, შეიქმნა ბოსნია-ჰერცეგოვინას სახელმწიფო, რომელშიც გაერთიანებულია ორი სუბიექტი. ეს არის ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია და სერბული რესპუბლიკა. გარდა ამისა, ბოსნიის ტერიტორიაზე არსებობს ეგრეთ წოდებული ბრჩკოს ოლქი, რომელიც არის თვითმმართველი ერთეული. ძალიან უცნაურია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა ტერიტორიით პატარა ქვეყანა არის, მაგრამ ყავს 13 პრემიერ-მინისტრი, 700-ზე მეტი დეპუტატი და 3 პრეზიდენტი. იმიტომ რომ ბოსნიაში ცხოვრობენ ხორვატები, ბოსნიელები და სერბები და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს 3-წევრიანი პრეზიდიუმი. სადაც როტაციის პრინციპით 8 თვეში ერთხელ ერთმანეთს ენაცვლებიან ხორვატი, ბოსნიელი და სერბი პრეზიდენტები ერთმანეთს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოსნიაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტი არის ფედერაცია, ეს ფედერაცია იყოფა 10 კანტონად. ამ თითოეულ კანტონს ყავს თავისი პრემიერ-მინისტრი და თავისი საკანონმდებლო ორგანო. შესაბამისად, ეს ბოსნიის სისტემა ბევრისთვის ძალიან გაუგებარი არის და თან გაუგებარია იმ თვალსაზრისითაც, რომ ესეთ პატარა სახელმწიფოს ამხელა ბიუროკრატიული აპარატი ყავს. რამეში შველის ეს ბოსნიას არის რამე სარგებელი აქედან? არა, პირიქით, მე მგონი პირიქით. და რუსეთს რაც შეეხება, აი ბოსნია-ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ერთეული, რომელიც სერბული რესპუბლიკა არის და რომლის ლიდერი წლების განმავლობაში იყო მილორად დოდიკი, რომელსაც ამ წლის დასაწყისში საპრეზიდენტო მანდატი გაუქმდა, იმიტომ რომ უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებოდა. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი რამ, რომ დეიტონის შეთანხმებით როდესაც ბოსნიის ომი დასრულდა, შეიქმნა გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ბოსნიაში, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების სამოქალაქო იმპლემენტაციას უწევს კონტროლს. სამხედრო ასპექტის იმპლემენტაციისთვის იქ არსებობს ევროპის კავშირის წარმომადგენლობა, ევროპის კავშირის სამშვიდობო ძალები. მილორად დოდიკი, რომელიც 1998 წლიდან ფიგურირებს სერბულ რესპუბლიკაში, შესაძლებელია ითქვას, რომ ეს პიროვნება არის რუსეთის მთავარი დასაყრდენი ბოსნიაში თავისი გავლენების გასავრცობად, იმიტომ რომ მილორად დოდიკი მიმდინარე წელს უკვე ორჯერ იმყოფებოდა რუსეთში. ბოლო ვიზიტი 9 სექტემბერს ჰქონდა, როდესაც ლავროვს შეხვდა. მის გაცხადებული მიზანი არის, რომ უნდა სერბულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ის ხანდახან ამბობს, რომ მისი მიზანია, რომ სერბეთს შეუერთდეს, ხანდახან უნდა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები ქონდეს იქ. შეიძლება ასე ღიად არ განაცხადოს რუსული სამხედრო ბაზების იქ განლაგების შესახებ, მაგრამ ღიად ეწინააღმდეგება ბოსნია-ჰერცეგოვინას ნატოში გაწევნიანებას და ასე შემდეგ. და რუსეთი აი ამ მის პარტიას, დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსს და აი ამ კაცს იყენებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ბოსნიის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ბოსნიაში არსებობს, მას აქვს იმის უფლებამოსილება, რომ მიიღოს შესასრულებლად სავალდებულო კანონები ბოსნიისთვის. და იმ შემთხვევაში, თუ ბოსნიის ფედერაციის შემავალი სუბიექტების მმართველები არ დაემორჩილებიან მის გადაწყვეტილებებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. და გამომდინარე იქიდან, რომ მილორად დოდიკი არ ემორჩილება ხოლმე ძირითადად უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებებს, ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლომ მას საპრეზიდენტო მანდატიც კი გაუქმა და ამჟამად ბოსნიის პრეზიდენტის თანამდებობა არის ვაკანტური. და სამიდან ერთი არის ვაკანტური, ხო? კრიზისის გასამუხტად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც არის ახლა ბოსნიაში დანიშნული. რომელშიც დიდი ალბათობით დოდიკის პარტია არ მიიღებს მონაწილეობას და აპირებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს. ძალიან საინტერესო არის.
მარტო ბოსნია-ჰერცეგოვინაში არის ასეთი უცნაური ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებიდან დანარჩენ ჩვეულებრივად უცნაური ქვეყანა. და რამ განაპირობა ეს ასეთი უცნაური ეთნიკური და რელიგიური სიჭრელის გამო. ანუ კონფლიქტის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩათვალა, რომ დეიტონის შეთანხმებით შეიქმნა ბოსნია ისეთი, როგორც შეგვიძლია ვისაუბროთ დეიტონის შეთანხმებაზე. ანუ რა მიიყვანა დეიტონის შეთანხმებამდე, რატო დეიტონი მაინც ამერიკაში რატო იყო ხელმოწერილი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მთავარი მხარე მედიატორი ამ მოლაპარაკებებში დასავლეთი იყო და ამერიკა. და კიდევ იმიტომ რომ აი ბოსნიის და კოსოვოს ომის დროს არსებობდა ეგრეთ წოდებული საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, უბრალოდ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი არ შედიოდა, რა თქმა უნდა. ამ სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ იმისთვის რომ ბოსნიაში ყოფილიყო მშვიდობა, თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს და რელიგიურ წარმომადგენელს უნდა ქონოდა თავისი წარმომადგენლობა და თავისი ადმინისტრაცია იმისთვის რომ მომავალში სხვა კონფლიქტები არ გაჩენილიყო ამ ტერიტორიაზე. იმიტომ რომ მაგალითად აი ბოსნია რო ყოფილიყო უნიტარული სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტი გაჩნდებოდა შიგნით. სეპარატიზმის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ეხლაც იმ პირობებში რომ ბოსნია ფედერაცია არის, ეხლაც არსებობს ხო ეს საფრთხე ბოსნიის დაშლის საფრთხეზე ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა რომ ჩვენ ვისაუბრეთ მაგალითად რუსების ინტერესებზე ბალკანეთის რეგიონში, მაგრამ თვითონ ბალკანეთის ქვეყნების ინტერესები სხვადასხვა ქვეყნები არიან, სხვადასხვა ინტერესები აქვთ, მაგრამ თავის თავს როგორ ხედავენ? არის რამე რეგიონული ერთიანი სულისკვეთება თუ ყველა ინდივიდუალურად უყურებს თავის საგარეო პოლიტიკას და თავის პოზიციას, ასე ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკაში. და ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით აი სერბეთის მაგალითად როგორ ხედავს სერბეთი თავის თავს, რა ამბიციები აქვს სერბეთს თვითონ რეგიონში და მსოფლიო დონეზე? ესე რეგიონულ სულისკვეთებასაც შეეხება ბალკანეთის რეგიონს არ გააჩნია ესეთი სულისკვეთება და ეს გამოჩნდა კიდეც 90-იან წლებში და იქამდეც არაერთხელ. ყველა სახელმწიფო თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს, მაგრამ ამ სახელმწიფოების უმრავლესობა პროდასავლურია. პრინციპში სერბეთიც შესაძლებელია ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით პროდასავლურია რუსეთთან მეგობრობას ის ორი ძირითადი ფაქტორის გამო იყენებს, ხო, რაც უკვე აღნიშნეთ, რაც არის ენერგორესურსები და კოსოვოს არაღიარების საკითხი. და ენერგორესურსების მიმართულებით ახლა ძალიან დიდი გადალაგებები ხდება მსოფლიო დონეზე. ტრამპმა მაგალითად რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ევროპის ქვეყნები პირველები უნდა იყვნენ, რომლებიც უარს იტყვიან რუსული ნავთობის შესყიდვაზე. ჩვენ გვქონდა ერთი გადაცემა ენერგოუსაფრთხოებაზე, სადაც ვეცადეთ აგვეხსნა, რომ რატომ არ არის მარტივი ამბავი რაღაც ენერგორესურსის ჩანაცვლება და რატომ მოიცავს ეს დიდ შრომას და ძალისხმევას. სერბეთის მხრიდან ყოფილა თუ არა, ან არის თუ არა ეხლა ინტერესი, რომ მოიძებნოს ალტერნატიული ენერგოწყაროები და რამენაირად ან დაბალანსდეს, ან ჩანაცვლდეს რუსული დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე. სერბეთს ესეთ გაცხადებული მიზანი არ აქვს, რომ ენერგორესურსების დივერსიფიკაცია მოახდინოს. თან ამას განაპირობებს ის, რომ სერბეთი არც თუ ისე მდიდარი სახელმწიფოა და ფაქტობრივად შესაძლებელია ითქვას, რომ აწყობს კიდეც რუსული გაზის, იაფი გაზის შესყიდვა. სერბეთზე გადის ერთ-ერთი სერბეთს მიეწოდება თურქსტრიმით, რომელიც შავი ზღვის გავლით, შემდეგ სერბეთი, უნგრეთის, რუმინეთის გავლით მიეწოდებათ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას რუსული გაზი და სერბეთი მასში მონაწილეობს. უახლოეს მომავალში, არ ვიცი, ალბათ რთულად წარმოსადგენია, რომ სერბეთმა სრულად ჩაანაცვლოს რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ რაღაცა 80-85%-ით არის ამ მასზე დამოკიდებული. თურქეთიდან მიეწოდება, ხო? ანუ იმის საშიშროებაც არ არის, რომ რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ აკრძალოს მაგალითად თავის ტერიტორიაზე გაზის ანონიმს გატარება ნავთობის და შესაბამისად ამის საშიშროების წინაშე არა. უკრაინას გვერდსულის და
შესაბამისად ამის საშიშროება არ არსებობს რომ კი ბატონო, უკვე ფინალური კითხვებისკენ გავდივართ და ძალიან საინტერესო არის ეს რეგიონი საქართველოს პერსპექტივიდან. როგორ ანუ ჩვენ ქართველები როცა უყურებთ, თუ უყურებთ, უნდა უყურებდეთ და როგორ უნდა გავიგოთ ბალკანეთი? როგორც გაფრთხილება, როგორც პრეცედენტი, რამე გაკვეთილების სწავლა თუ შეიძლება, რამე პარალელების გავლება თუ შეიძლება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუ რაღაცა პირდაპირი კავშირი არ გვაქვს რაღაც ქვეყანასთან, ინტერესით საზოგადოებისგან ძალიან პატარა არის იმის, რომ გავიგოთ იქ რა ხდება. ესეც გამონაკლისია, მე ვეცადე რომ მომეძებნა ვრცელი საუბარი, რამ პროფილი ბალკანეთის ქვეყნებზე ძალიან რთული მოსაძებნი არის და როგორ შეიძლება, ან როგორ უნდა გავიგოთ ქართველებმა ბალკანეთის რეგიონი, რა თვალით უნდა შევხედოთ? საქართველოს და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ პირველ რიგში ის, რომ როგორც საქართველოს ასევე ამ რეგიონის ქვეყნები ყოველთვის დიდი იმპერიების ნაწილს წარმოადგენდა, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის ძალიან მცირე გამოცდილება გვაქვს და იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის მცირე გამოცდილება გვაქვს, პრობლემები გვაქვს პოლიტიკური ინსტიტუტების სიმტკიცეში და სიძლიერეში. როგორც გაფრთხილება შეიძლება გაფრთხილება იმ თვალსაზრისით იყოს, რომ აი ნახეთ 90-იან წლებში ბალკანეთში რაც მოხდა, ეთნიკურ და რელიგიურმა დაპირისპირებამ ეს ქვეყნები სადამდე მიიყვანა და როგორც მაგალითი არის ალბათ იმიტომ, რომ მიუხედავად ამ ბევრი განსხვავებისა იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროპის კავშირში, ნატოში ინტეგრაცია, ეს სახელმწიფოები წავიდნენ კომპრომისზე, მე გულისხმობ ამ სახელმწიფოების შიგნით არსებულ ეთნიკურ ჯგუფებს. და აი ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ რაღაცეების სანაცვლოდ შეიძლება ამ განსხვავებულობაზე წარსულ რაღაც უთანხმოებებზე თვალი დახუჭო და შენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის ეს განსხვავებები გვერდზე გადადო. არის რამე გაკვეთილი, რაც შეიძლება დღეობით გავითვალისწინოთ, ანუ ჩვენთვის რამე საინტერესო, რაც იქ ხდება, მომხდარა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს უკეთესობისკენ, ასე ვთქვათ, საქართველოში. მაგალითი შეიძლება, არ ვიცი, აი ესეთი კონფლიქტები, რაც გადაჭრილა ბალკანეთის რეგიონში, შეიძლება საქართველომ აი ზუსტად ამ თვალსაზრისით გამოიყენოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით წინააღმდეგობები არსებობდა ამ ქვეყნებში, სახელმწიფოებრივად გადაწყვიტეს რაღაც საკითხები. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომელსაც სახელწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და რომლის გამოც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ნატოში და ევროპის კავშირში გაწევრიანებას, ევროპის კავშირში ის ჯერ კიდევ არ არის გაწევრიანებული, ადრე თუ საბერძნეთი ბლოკავდა მას, ახლა ბულგარეთი ბლოკავს, ესეც ძალიან საინტერესო შემთხვევა არის. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სახელმწიფოს ქვეყნის დასახელების შესვლის წინააღმდეგი იყო. ფაქტობრივად მან ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გარისკა და ეს მოსახლეობის დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის რაღაცნაირად გარდაქმნა. და ბულგარეთი რატო ბლოკავს ახლა? საბერძნეთი გასაგები არის მაკედონიის მიმართულებით იყო პრობლემა. მაკედონიის რეგიონი, ანუ ისტორიული რეგიონი მაკედონიის, მხოლოდ ახლანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის და საბერძნეთის ტერიტორიებს არ მოიცავდა. ბულგარეთის ნაწილიც შედიოდა მასში, ასევე სერბეთის და ალბანეთის მცირე ტერიტორიებიც. ბულგარეთი მოითხოვს, რომ იმისთვის, რომ არ დაბლოკოს ევროპის კავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის ინტეგრაცია, კონსტიტუციაში გააკეთოს ჩანაწერი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარეთის მიმართ არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ასევე მოითხოვს ენასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. ბულგარეთი მიიჩნევს, რომ მაკედონიური ენა არ არსებობს და ეს არის ბულგარულის დიალექტი. და მაკედონიური იდენტობაც მისთვის ესე არ არსებობს, იმიტომ რომ ბულგარელებად მოიხსენიებს მაკედონიაში მცხოვრებ ადამიანებს. რეალურად ენებს შორის განსხვავება არის თუ მართლა ბულგარული არის? ანუ მე არ ვიცი ამ განსხვავების შესახებ, თუმცა მოსასმენა ძალიან მსგავსია ერთმანეთის.
გასაგები არის. და რატო არ აკეთებენ ამ ჩანაწერს? არის ეს სერიოზული შიდა დაპირისპირების თემა? ამ ჩანაწერს იმიტომ არ აკეთებენ, რომ აი, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიამ საბერძნეთთან პრესპის შეთანხმება გააფორმა, რითიც მას ჩრდილოეთ მაკედონია დაერქვა, ამ პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის სათავეში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეს პარტია შარშემდელო არჩევნებში დამარცხდა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ულტრამემარჯვენე ძალა, რომელიც როდესაც ოპოზიციაში იყო, ეწინააღმდეგებოდა საბერძნეთთან შეთანხმების დადებას და ბუნებრივია ეხლა ეს ძალა ბულგარეთთან დათმობაზე არ წავა და არანაირ ჩანაწერს არ გააკეთებს კონსტიტუციაში. მაინდამაინც ინტერესი არც იყოს ევროკავშირში წევრობა თუ არის მაინც მათი ამ პოლიტიკური პარტიის ინტერესი ევროკავშირში წევრობა. ესე ამბობენ რომ არის მათი ინტერესი, თუმცა ამისთვის არაფერს არ აკეთებენ. პირიქით ალბათ. უფრო ხელს უშლიან რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროპის კავშირში. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში სერბეთში ძალიან სერიოზული ტურბულენტობა, პოლიტიკური ტურბულენტობა შეინიშნება. თუ შეიძლება მაყურებელს გავაცნოთ, ანუ რაში არის საქმე, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რა პროცესები მიმდინარეობს? საპროტესტო აქციები სერბეთისთვის უცხო არ არის, იმიტომ რომ ყოველ წელს რაღაც ხდება ისეთი, რაც სერბი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს და ქუჩაში გამოდიან. უკანასკნელი მიზეზი რის გამოც საპროტესტო აქციები დაიწყო, ეს იყო გასული წლის ნოემბერში ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჩამოიშალა რაღაც ბეტონის კონსტრუქცია გადახურვა, რამაც 15 თუ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდაპირველად საპროტესტო გამოსვლები ნოვი-სადში დაიწყო და ადამიანები ითხოვდნენ ამ ნოვი-სადის ტრაგედიაში დამნაშავე პირების დასჯას, თანამდებობის პირების გადადგომას და ასე შემდეგ. თავიდან ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ეს უფრო მასშტაბური გახდა და შემდეგ პროტესტმა დედაქალაქში ბელგრადში გადმოინაცვლა, შემდეგ ვიღაცები დაიჭირეს, რაღაც რეპორტები გამოქვეყნდა, რომ რაღაც ნამდვილად კეთილსინდისიერად შესრულდა სარესტავრაციო სამუშაოები. საინტერესო არის ის, რომ ამ ნოვი-სადის რკინიგზის რეკონსტრუქცია გააკეთა ჩინურმა კომპანიამ, ჩინურმა კონსორციუმმა, რომ ამ კომპანიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, ზოგადად ამ ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს აქვს ეს გამოცდილება, რომ რაღაცა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩინეთის მიერ ამ ქვეყნებში, შემდეგ სერიოზული პრობლემები გამოიწვია, მაგალითად მონტენეგროში იყო რაღაც გზატკეცილი, რომლის გაუმართავობის გამოც არაერთი ადამიანი დაიღუპა. კი ბატონო, და ამ ყველაფერს მოყვეს. პროტესტი ამან გამოიწვია, კი, და პროტესტი ახლაც გრძელდება. ზოგადად ეს სერბული ხელწერა არის. სერბული, ალექსანდრ უჩიჩის ხელწერა არის, რომ ქვეყანაში როდესაც საპროტესტო აქციები იწყება, თავდაპირველად ცდილობენ, რომ ეს პროტესტანტები გადაღალონ და სახლებში დაბრუნდნენ, მაგრამ თუ ეს არ გამოსდის, მერე ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, იმიტომ რომ თან შიშიც არ აქვს. მისი კონტროლის ქვეშ არის ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გავლენა აქვს და შესაბამისად არჩევნების მოგება არ უჭირს და თან სათქმელადაც ის არის, რომ დემოკრატია არის სერბეთი, აი ნიშნავს არჩევნებს და მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა, რომ მისი ძალა დარჩეს ხელისუფლებაში. ბუნებრივია მოსახლეობა ვერ წყვეს ამ. კი ბატონო. ძალიან საინტერესო თემა ვახსენეთ და ჩვენ ვისაუბრეთ ევროპულ გავლენებზე, რუსულ გავლენებზე. საინტერესოა ჩინეთის ინტერესები, განსაკუთრებით 2022 წლის მერე ჩინეთი პრაქტიკულად ყველა რეგიონში გააქტიურებულია, სადაც აქამდე რუსეთი იყო აქტიური. შეიძლება ითქვას ის ნარატივიც კი არის, რომ რუსეთს მაინც ხო ჯობია ჩინური ფული. შესაბამისად, რა ინტერესები შეიძლება გამოუკვეთოთ ბალკანეთში, კონკრეტულად სერბეთში, მაგრამ ზოგადად ბალკანეთშიც ძალიან საინტერესო არის. დიდი ინვესტიციები იდება ჩინეთის მხრიდან თუ არა და რა ხედვები არის ამ მიმართულებით ჩინეთის მხრიდან? განსაკუთრებულად ისეთ მასშტაბური დიდი ინვესტიციები ჩინეთის მიერ არ ხორციელდება ბალკანეთში. სერბეთს რაც შეეხება, აი ბალკანეთის ქვეყნებიდან სერბეთს აქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა ჩინეთთან, იმიტომ რომ ზოგადად სერბეთს ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც ეს ავტოკრატიული მისწრაფებები აქვს და არალიბერალური მმართველების კლუბში არიან გაწევრიანებული, სერბეთი ყველასთან მეგობრობს.
მათ შორის არაერთი ხელშეკრულება არის გაფორმებული, თუმცა ესეთი მსხვილი პროექტები, განსაკუთრებულად მსხვილი პროექტები არ არის. ანუ პატარ-პატარა რაღაც ჩინეთს რაც შეეხება, ძალიან ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტი არის ჩინეთის მიერ ბალკანის ქვეყნებში, რომ სესხს აძლევს დაბალ პროცენტში და შემდეგ ამ სესხის პირობებს ცვლის ისე, რომ აი სახელმწიფოები რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ხშირი არის ეს? ხშირი არის. სერბეთში თუ სხვა ქვეყნებშიც? სხვა ქვეყნებშიც, მონტენეგროში, სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში. საქართველოს და სერბეთის მსგავსებას რაც შეეხება, საქართველოში განვითარებულ პერიოდში განვითარებული მოვლენები და ასევე სერბეთში როგორც ვითარდება მოვლენები, როდესაც ნიუსებს, აი ადამიანი რომელიც ნიუსებს გაეცნობა, სერბეთს გულისხმობ, შესაძლოა ვერანაირი განსხვავება ვერ აღმოაჩინოს ამ ორ ქვეყანას შორის, იმიტომ რომ ის მეთოდები, როგორც უპირისპირდება პროტესტს სერბეთის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მსგავსი არის. რომ აი მათ იქ აქციებზე დგანან რადიკალები, გარე ძალების მიერ დაფინანსებული ადამიანები, არ ვიცი, რაღაც ომის პარტიის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. აი ეს ტერმინი სხვათა შორის ომის პარტია სერბეთშიც აქტიურად გამოიყენება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.